ზაფხულის პირველი გასეირნება სვანეთისკენ. გზიდან უკვე ისეთი ხედები გადაიშალა, რომ მეგონა კამერა უბრალოდ ვერ ასწრებდა ამ სილამაზის დაჭერას, რასაც თვალით ხედავდით. როგორც ხედავთ, თითქმის მთელი გზა ვიჯექი მანქანის ფანჯარაზე და ვერაფრით ვისვენებდი სკამზე, იმიტომ რომ არ მინდოდა გამომრჩენოდა ის ჰაერი, უზარმაზარი გაშლილი სივრცე და ეს ბუნების ხმაურობა. და ის შეგრძნება, რომ სწორ დროს სწორ ადგილას ხარ და თან ხვდები, რომ ასეთ წამებს ვერანაირად ფრთხილად იყავი ვერ აჭერებს. თუმცა რა თქმა უნდა, სიფრთხილე არასდროსაა ზედმეტი. გზამ თავად გვაიძულა გაჩერება ისეთი სიჩუმე და სილამაზე გადაეშალა ჩვენს წინაშე, რომ უბრალოდ უნდა შევჩერებულიყავით და დაუნტკბარიყავით. იქვე ერთი დიდი ლოდიით გათითქო სპეციალურად ჩემსკენ მომზირალი, რომ ზედ შემდგარიყავი თავდაყირა და მთელი ეს ხედი ერთიანად ამოტრიალებული მენა. და მეც არ დავაყრუნა და რა თქმა უნდა ავედი, იმიტომ რომ რთულ ლოდია და ხედია უნდა იდგე თავს. შემდეგ გზა ისევ გავაგრძელეთ და აი აქ მოულოდნელად თავისი სიდიადით უშბა გამოჩნდა. 7 ამაყი და უძრავი, რომელიც შორიდან გიყურებს და სამფლობელოში გეპატიჟება. მაზერამდეც მივედით, ეს უკვე ბოლო სოფელია სვანეთში, სადაც გზა თითქოს მთავრდება, მაგრამ სინამდვილეში სწორედ აქ იწყება ჩვენი თავგადასავალი. რადგან გზა არ ისე მარტივი იყო, აღმართებით, ქანებით, სრიალ მონაკვეთებით და მდინარის გადაკვეთის აუცილებლობითაც კი, ზედმეტი გმირობის გარეშე ავირჩიე ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ცხენი. ეს გადაწყვეტილება იმიტომაც მივიღე, რომ აქ ფეხი ახალი მოტეხილი მქონდა. მართალია მოძრაობა შემეძლო, მაგრამ წინ რაც გველოთა აშკარად მეც ითხოვდა. ცხენი ჩემთვის უბრალოდ გადაადგილების საშუალება არასდროს ყოფილა. ეს პროცესი ერთი დიდი სიამოვნებაა. ეს არის კავშირი, რიტმი, თანხმდრა გზასთან და გარემოსთან და მით უმეტეს ამ გზაზე, სადაც ყოველი ნაბიჯი ფრთხილად უნდა გადაგვედგა. ეს კავშირი კიდე უფრო მეტად მძაფრდებოდა. ირგვლივ ისეთი სიმწვანა იყო, თითქოს ფერებსაც კი სიღრმე ჰქონდათ. ჰაერი კიდე ცოცხალი და ცინცხალი იყო. რაღაც მონაკვეთის გავლის შემდეგ ცხენიდან ჩამოვედი. იქიდან გზა მხოლოდ ფეხით გრძელდებოდა. და აი მერე კი მისი უდიდებულესობა შტუგრა. ძალიან ძლიერი, ძალიან ამაღელვებელი და ისეთი, რომ სიტყვებით ვერ გადმოცემ. უბრალოდ უნდა ნახო და იგრძნო. ალბათ სწორედ ამ ემოციების სიჭარბის ბრალია, რომ ერთ მომენტში ენერგია უბრალოდ გამომელია. ველოდად ჩამოვჯექი, რომელიც იმ წამს ყველაზე კომფორტულ და რბილ ადგილად მეჩვენა. ცოტა ხანი არ დავიღალე საერთოდ ის როლი შევასრულე და შემდეგ უბრალოდ ჩამეძინა. უკან დაბრუნება კიდევ სხვა ისტორია იყო. იგივე გზა, მაგრამ თითქოს სულ სხვა თვალით დანახული. ალბათ ესაა მოგზაურობის მაგია. უკან დაბრუნებულის კი თითქოს კიდევ სხვაგან მედიხარ. როცა უბრუნდებოდით, უცნაური შეგრძნება გამოჩნდა. თითქოს ეს ადგილები ბოლომდე არ გტოვებს. თითქოს რაღაც ნაწილი გრჩება და რაღაც ნაწილი შენთან ერთად მოდის. ალბათ ამიტომაც არის, რომ ზოგ გზას ვერასდროს ასრულებ. უბრალოდ დროებით ემშვიდობები. ჩემი ლამაზი მეგობარი კი ზუსტად იქ დამხვდა, სადაც დავტოვე მასზე, აუმხედრდი და გავაგრძელეთ გზა. საბამ ფეხით წამოსვლა არჩია, მე კი ცხენთან ერთად ჩვენს რიტმში მოძრაობდით. ხან წინ გავიჭრებოდით, ხან გავჩერდებოდით და დაველოდებოდით. ირგვლივ ისეთი საოცარი ხედები იშლებოდა, თითქოს გინდოდა, რომ ეს წამები უბრალოდ გაჩერებულიყო. ჰაერი კი სუფთა კი არა, ცოცხალი და ცინცხალი იყო. უკანა გზაზე ეს 5 კილომეტრი ცოტა უფრო მეტად რთული აღმოჩნდა, რადგან აქ უკვე დაღმართები იწყებოდა. გზაც საკმაოდ ვიწროვდებოდა. ამიტომ საბოს თხოვე, რომ დამხმარებოდა, რადგან სიფრთხილეს უბრალოდ თავი არ სდგიო. ეს კადრი ჩემი ფავორიტია. ბოლოს კი ტბასთან ჩამოვედით და იქვე თევზ საშენში გავჩერდი. რაღაც ძალიან უცნაური, მაგრამ საინტერესო კომბინაცია დავაგემოვნეთ. თევზი და პური ერთად. ცოტაც დავისვენეთ და შემდეგ დავუბრუნდით კვლავ უკან მაზერში. შემდეგ ეპიზოდში კი ისევ გავუდგებით გზას საქართველოს სულ სხვა კუთხეში სხვა ისტორიების, სხვა სიჩუმის და ახალი აღმოჩენების საძებნელად. კარგად!